როდესაც შენი ბავშვობის ოცნება იყო SLR McLaren-ი, თუმცა მისი ფლობის შესაძლებლობა არ გაგაჩნდა, Mercedes-ი გთავაზობდა მის მინი ალტერნატივას SLK R171. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით, თუნდაც საქართველოში, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ მასზე არავის არასდროს არ გაუკეთებია განხილვა, ეს ავტომობილი მაინც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით. კონკრეტულად ეს SLK არის ჩემს პირად ფლობელობაში და მისი ძირითადი მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება. მოდელი SLK 300, წელი 2010, ძრავი 3.0 V6 ატმოსფერული, 7G ტრონიკი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. თავიდან ამ ავტომობილის შეძენის გეგმა იყო პროექტი. კერძოდ C32 AMG-დან 3.2 კომპრესორი ძრავის სვაპი და 6 ჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის დაყენება. იგეგმებოდა ასევე კეცვადი სახურავის გაუქმება წონის შესამცირებლად. თუმცა მოგვიანებით ავტომობილის სრულად ქარხნული მდგომარეობის გამო გადაწყდა მისი სტოკად დატოვება. ჩემი პირადი აზრით R171 უფრო წარმატებული გამოვიდა ვიდრე მისი წინამორბედი R170 და მისი შემდეგი და ბოლო მოდელი R172, რომელზეც Mercedes-მა დაამთავრა ამ კლასის ავტომობილების წარმოება. სხვათაშორის იგივე ბედი ეწია CLS-ის კლასს. სამაგიეროდ გაჩნდა ახალი კროსოვერების კლასები. და ვინ იყო SLK-ს პირდაპირი კონკურენტები? BMW Z4 E85, არანაკლებ წარმატებული მოდელი, თუმცა რბილი კეცვადი სახურავით, რაც სხვათაშორის შემდეგ მოდელში გამოასწორეს. Audi TT Roadster-ი, რომელსაც ანალოგიური მინუსი ჰქონდა, Porsche Boxster-ი და რა თქმა უნდა Mazda MX-5, რომელიც კონკურენტებზე თითქმის 300 კილოთი მსუბუქი იყო. ჩამოთვლთაგან მხოლოდ SLK-ში იდებოდა ვერ ვაძრავა, რაც ასეთი შედარებით პატარა გაბარიტების ავტომობილისთვის გაუგონარი იყო. და არაფერს ვამბობ SLK Black Series ვერსიებზე, რომლებიც ქარხნულად სარბოლო მანქანები იყო. ავტომობილის დიზაინი, როგორც უკვე აღნიშნე, შთაგონებული იყო ლეგენდარული SLR McLaren-ის მიერ. კერძოდ წინა ცხაურა, რომელიც თავის მხრივ ფორმულა 1-ის ბოლიდის ცხვირით არის შთაგონებული და რაც ამ მოდელს აძლევს სხვა მოდელებისგან განსხვავებულ უნიკალურ იერს. ძარას სხვა ნაწილები არის შესრულებული Mercedes-ის იმ პერიოდის კლასიკურ სტილში, იმის განსხვავებით, რომ გაფორმებაში მინიმალურად არის გამოყენებული ქრომი. როდესაც თქვენ გყავთ SLK, რეალურად თქვენ ფლობთ ორ განსხვავებულ ავტომობილს. კუპე, რომელიც მოხერხებულია ყოველდღიურად როგორც შორგზაზე, ასევე ზამთარში და წვიმაში. და ყველაფერი იცვლება, როდესაც ეს კუპე ზაფხულში ტრანსფორმირდება როდსტერში. რთული ჰიდრავლიკური სრულად ავტომატური მექანიზმის მეშვეობით 20 წამში მეტალის სახურავი მთლიანად თავსდება საბარგულში. ამ ტრანსფორმაციის შემდეგ ავტომობილი საერთოდ სხვა იერს იწევს. რაც შეეხება ინტერიერს, ყველაფერი არის შესრულებული old school კლასიკურ სტილში. ანალოგური ისრები და ღილაკები. ყველაფერი გასაგებად და ერგონომიულად. გამოყენებული მასალები საკმაოდ ხარისხიანი, თუმცა ჩამოუვარდება უფრო მაღალი კლასის Mercedes-ებს, როგორიც არის CLS-ი ან E-კლასი. ნატურალური ტყავი გამოყენებულია სავარძლებზე, ორიგინალურ კარებზე და საჭეზე. ცალკე აღსანიშნავია იმ პერიოდისთვის სპორტული სავარძლები და ქარხნული წითელი უსაფრთხოების ზღვედები. ვისაც ყავს Mercedes-ი, ალბათ გაუკვირდება ხელის სადგომი მოხრუჭი, რაც ავტომობილის სპორტულობისკენ მიგვანიშნებს. SLK ასევე აღჭურვილია ეგრეთ წოდებული air scarf-ით, საიდანაც თბილი ჰაერი გვიბერავს პირდაპირ კისერში, რაც აქტუალურია გრილ საღამოებში. გადაცემათა კოლოფი, როგორც აღნიშნე, 7G ტრონიკი, sakmaut ფაქიზი, თუმცა ეკონომიური. SLK 5.5 AMG-ზე მაგალითად აყენია 5G ტრონიკი, რომელიც უხეშ მოპყრობას უფრო უძლებდა. ძრავა SLK 300-ში აყენია 3 ლიტრიანი M272, 6 ცილინდრიანი Mercedes-ის S აგრეგატი 240-მდე ცხენის ძალით და 300-მდე თორქით საკმაოდ კარგად ერევა ასეთ პატარა ავტომობილს. ზოგადად Mercedes-ის M272 ძრავას ბალანსის კბილანების, მისი ჯაჭვის და ასევე ზეთის ჟონვის პრობლემები ჰქონდა. თუმცა 2008 წლის მერე გამოსწორდა როგორც ეს პრობლემები, ასევე გადაცემათა კოლოფის ხარვეზებიც. რაც შეეხება ხმას, V6 ძრავასთვის საკმაოდ ნორმალური ხმა აქვს. უკანა წამყვანი სისტემა კი უფრო მხიარულს ხდის ამ ავტომობილს. SLK ქარხნიდანვე მოდის ხისტი სპორტული დაკიდებით. ვიღაცას ქალაქში შეიძლება არაკომფორტულადაც მოეჩვენოს. თუმცა ყველა მისი ნაკლი წამში გავიწყდება, როგორც კი მის ულამაზეს ლინზებს დაინახავ, ჩაждები მოხერხებულ სავარძელში, დაქოქავ და აუჩქარებლად დაადგები შენს გზას. I'm just a hope spiller, sling the truth, bang the booth, burn it down, hear the truth. I'm not a dope dealer, I'm just a hope spiller, sling the truth, bang the booth.